მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩემი სტუმარი ბრძანდება ბატონი ლევან ჭოტორლიშვილი. ბატონი ლევანი ამჟამად ცხოვრობს ევროპაში, კერძოდ პოლონეთში. იგი ბრძანდება ფიზიკოსი, სამეცნიერო ხარისხის პროფესორი და ბატონი ლევან მოგესალმები. მოხარული ვარ, რომ მოგესალმებით თქვენ აუდიტორიას. დიდი მადლობა რომ დამთავრდით ამ პოდკასტზე და უპირველესად ქრისტიანს მრავლად დაესწარით. მართლაც თქვენც ასევე. ბედნიერად იყავით და ასე შემდეგ. ბატონ ლევან, ესე იგი, დიდი ცვლილება მოხდა, ყოველ შემთხვევაში ასე აფასებენ რიგი ანალიტიკოსები აღმოსავლეთ ევროპაში, კონკრეტულად უნგრეთში. ორბანის თუ არ მეშლება 16 წლიანი მმართველობა ჩაბარდა ისტორიას, მოვიდა 45 წლის ახალგაზრდა, როგორც მას ეძახიან თავად უნგრეთში და მისი გულშემატკივრები რეფორმატორი პრემიერ-მინისტრი და მე მაინტერესებს ევროპიდან დანახული ეს ცვლილება. მე დასავლეთ ევროპას არ გულისხმობ, ჩემი ინტერესის სფერო ამჟამად აღმოსავლეთ ევროპა და როგორ ხედავთ თქვენ და როგორ ხედავს პოლონეთი. პოლონეთში პოლონური, მოდი ასე ვთქვათ, პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, ან უბრალოდ ის სამეცნიერო თუნდაც თქვენი სფეროდან საზოგადოება როგორ აფასებს ამას, რა ცვლილებების მოლოდინშია და მე ძალიან მენიშნა, რომ პირველი კონტაქტი მას ჰქონდა დონალდ ტუსკთან. და აი რა სიტყოდეთ ბატონ ლევან? ახლა პოლონეთში ასე ვთქვათ, ორი ისტაბლიშმენტი არსებობს. ძალიან მაგარი სიტუაცია ამერიკასთან თვალსაზრისით. პირობითად შეიძლება დავყოთ ეს დონალდ ტუსკი და მისი პარტია, რომელიც არის უფრო გლობალისტების ხარეს, ასე ვთქვათ, ევროლიბერალები და კაჩინსკის პარტია, კონსერვატული ძალები. აი მაგალითად რო ავიღოთ პრეზიდენტი დღეს პოლონეთის და პრემიერ-მინისტრი სრულიად სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკების წარმომადგენელი არიან და შესაბამისად სრულიად სხვადასხვანაირად უყურებენ ამ მოვლენებს და საზოგადოებაც ესეა ძირითადად ორ-ნაწილად გაყოფილი. ხო, ესე იგი მე ესე მგონია, რომ ლიბერალები ახლა ცდილობენ იმის პიარულად წარმოჩენას, რომ ბავშვით მათი კადრი მოვიდა უნგრეთში ან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ცდილობენ აჩვენონ, რომ ეს მათი მოკავშირე პოლიტიკური ძალაა. ხო, თვითონ უნგრეთში როგორ განვითარდება ეს მოვლენები, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს, იმიტომ რომ მე ესე მგონია, რომ რაც მოხდა იქ, ხო, ამას ბევრი მიზეზი აქვს და ეს არის ინტეგრალური, ასე ვთქვათ, მოვლენა, რომელიც არ დაიყვანება რაიმე ერთ კონკრეტულ მიზეზზე. მთავარი მიზეზი მაინც ის გონია, რომ ორბანი უბრალოდ მობეზდა ხალხს, იმიტომ რომ 16 წელი ერთი პრემიერ-მინისტრი, თან ისეთი პრემიერ-მინისტრი, ასე ვთქვათ, რომელიც ავტორიტარულს ვერ დავარქმევთ, მაგრამ რაღაც ესეთი მასკულინური, აგრესიული შიდა პოლიტიკის გამტარებელი და ბუნებრივია, რომ ეს ნეგატიური განწყობები გროვდება, ხო, ეს დემოკრატია და მონაწილეობა მთავრობის როგორც პროცედურა, იმიტომ მოიგონეს, რომ მოხდეს გარკვეული გადატვირთვა. მე ესე მგონია, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს მოხდა, არის ის, რომ უბრალოდ ორბანი, ასე ვთქვათ, მოყირჩდა უნგრულ საზოგადოებას და რაღაცა ახალი სჭირდებოდა. ეს რომ მთავარი მიზეზია, მე რაში ვხედავ ამას, რომ პრინციპში უნგრელებს არ უთქვიათ უარი იმ პოლიტიკაზე, რასაც ორბანი ატარებდა, იმიტომ რომ გამარჯვებული კანდიდატი, რომელიც ესე გვარზეც ვერ ჩამოყალიბდით, როგორ თქვა, მადიარი თუ მე მადიარს ვეძახი, თუმცა დავიქოთ მადიარი, ხო? გამარჯვებული კანდიდატი ეს ეჟღერს თურმე, თორე ესე მაგიარს ვამბობდი თავიდან, მაგრამ ხო, მადიარი, ესე იგი მისი პოლიტიკური პარტია, ხო, გამოდის ფაქტურად თითქმის იგივე პლატფორმით, რაც ორბანს ჰქონდა დაუშვათ ამ წლების წინ და ბოლო პერიოდშიც, რადიკალური ესეთი გადასვლა, რა ქვია, ცენტრისტული კონსერვატული პოზიციებიდან ცენტრისტულ ლიბერალურზე თუ ამ შემდეგ ეს არ მომხდარა.
უბრალოდ ფაქტიურად იგივე კურსს დაუჭირეს მხარი ამ მრჩეველმა ორბანის გარეშე, რომელიც მე მგონი მობესტათ უბრალოდ. არის მეორე ტექნიკური მომენტი კიდე. უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი და ეს დაძაბული ურთიერთობა ბრიუსელთან, დაძაბული ურთიერთობა წამყვან მოთამაშეებთან ევროპაში, ესენი არიან საფრანგეთი, გერმანიას შემდეგ. ეს ძალიან ბევრი რამე დავიდა უკვე პიროვნულ დაპირისპირებამდე და ფსიქოლოგიის მომენტი მაინც მუშაობს, ესე იგი, სხვა თუ არაფერი პიარულად და უნგრეთს ამ ურთიერთობების გადახალისებისათვის ალბათ სჭირდებოდა თავის მთავრობის პრემიერის გამოცვლა. ხო, ესე იგი, ახალ კანდიდატს უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება მანევრირების, დაუშვათ იმ გაყინული დახმარების მიღების, თუნდაც რაც უნგრეთს. 17 მილიარდამდეა მე მგონი, ხო? 17 მილიარდამდეა მე მგონი. 18 მილიარდზეა ლაპარაკი, საკმაოდ დიდი თანხა იმ ხელა ქვეყნისთვის, როგორიც უნგრეთია, ხო? ესეც არგუმენტია მეორე მხრივ, ხო? და მესამე არგუმენტი არის ის, რომ უნგრეთი რაღაცნაირად ამ რბოლაში, განვითარების რბოლაში, ხო? რაღაცნაირად ჩამორჩა ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის პოლონეთი და ჩეხეთი. მნიშვნელოვნად ჩამორჩა ამ ბოლო წლებში ორბანის მმართველობის პერიოდში, იმიტომ რომ თუ გახსოვთ, აი შორეულ 90-იან წლებში, როდესაც აღმოსავლეთის მანაკი დაინგრა, უნგრეთი მაინც უფრო განვითარებული, ეკონომიურად უფრო თავისუფალი ქვეყანა იყო. ფაქტიურად ყოფილი იუგოსლავიის შემდეგ ყველაზე თავისუფალი ქვეყანა იყო, ვერ შევადარებთ მაშინდელ დანარჩენ სხვა ქვეყნებს და ეკონომიურადაც უფრო წასული ქვეყანა იყო და ეს უპირატესობა თითქოს გაფლანგეს უნგრელებმა და ალბათ ამანაც იმოქმედა, რომ ესე იგი უყურებენ თავის სამეზობლოს, ახლა უახლოეს სამეზობლო ყავთ ავსტრია და ჩეხეთი და რო ადარებენ მას, ესე იგი თავის ეკონომიურ სიტუაციას, ეთყობა, რომ რაღაც გადახალისება მათ პრივატაც უნდათ. ახლა როგორ განვითარდება მოვლენები, ეს არავინ არ იცის. ჯერთი არ ვიცით, იმიტომ რომ ჩვენ ინსაიდერული ინფორმაცია არ აქვს რა ხდება შიგნით. მეორე არ ვიცით, რომ ეს არის დამოკიდებული ძალთა ბალანსზე, როგორ განვითარდება. მე ასე მგონია, რომ ბოლომდე თვითონ მადიარმაც არ იცის ახლა ეს 17 პუნქტიანი, 18 პუნქტიანი თუ 27 პუნქტიანი რაღაც სია შეაგება უკვე ბრიუსელმა ახალ მთავრობას, რომ ამ გადატვირთვისთვის ჩვენ გქონდა 12 პუნქტი თუ გახსოვთ, რომ მათ აქვთ ესე იგი 27 პუნქტი და ახლა როგორ წავა ვაჭრობა ამ პუნქტებზე, რას დააკმაყოფილებენ, რას არა, როგორი იქნება ევროკავშირის პოზიცია, ეს ყველაფერი იქნება ვაჭრობის და შეთანხმებების საკითხი და მე კიდე იმას ვფიქრობ, რომ რაღაც ძალიან ესე უფრო უმტკივნეულოდ მოხდა ეს გადაცემა, ვიდრე ამას მოელოდა მაინც საზოგადოება და ცით უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის მისი ნათესავი თუ კლანურობაზე და ნეპოტიზმზე ლაპარაკი ფაქტურად მისი ნათესავია, ორბანის ნათესავია, ახალი პრემიერი რამდენადაც მე ვიცი და იყო მისი კადრი პარტიაში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის პოლიტიკას გააგრძელებს და უნდა კი ორბანს ამის გაგრძელება, ეგეც საკითხავია. იმიტომ რომ ორბანი ცდილობდა ამ დაპირისპირებებით თამაშს და მაქსიმუმის მიღებას თავის. უკეთ უნდა დაველოდოთ. არის კიდევ ერთი ფაქტორი ამ ევროკავშირსა და უნგრეთის შორის დაპირისპირებაში. ესე იგი, უნგრეთი დღემდე ევროკავშირში იყო ქვეყანა ძალიან მკვეთრად გამოკვეთილი პროამერიკული და პროიზრაელი პოზიციები და ძალიან მკვეთრად ორბანი ბლოკავდა არა მარტო ფულის გადაცემას დაუშვათ დახმარების გადაცემას უკრაინისთვის, ხო, ბლოკავდა ასევე ყველა ანტი-ისრაელის რეზოლუციებს და ასე შემდეგ პოლიტიკას ევროპაში. ფაქტობრივად ფორპოსტი იყო ისრაელის ევროპაში. ხო და ესეც დიდი დარტყმა და ასე ვთქვათ ისრაელისთვის და შტატებისთვის, მაგრამ მე ასე მგონია, რომ ამ მრჩევლის პოზიციის ცვლილება გამოიწვია იმან, რომ
და ამერიკა არ გამოიყურება ამ ბოლო პერიოდში სოლიდურად და სერიოზულ პარტნიორად. ესე იგი, ამ დაპირისპირებაში ევროკავშირთან უნგრელებმა ალბათ ჩათვალეს, რომ არის ამერიკაზე ψონის დადება, იმიტომ რომ დღეს ერთს ამბობენ ხვალ მეორეს და რა იქნება, ესე იგი, და ევროკავშირი იქვია, ხო, ესე იგი, უშუალოდ ინტეგრირებულები. მე მაინც გონია, რომ საერთო ჯამში პოზიტიური მოვლენა, ესეთი გადახალისება, განახლება, იმედია რომ ეს ახალი პრემიერი შესაბამისად არ დაუშვებს და რაღაცნაირად განიმუხტება ეს დაძაბულობა და სიტუაცია, რომელიც არავის არ აწყობდა ხელს, პირველ რიგში უნგრელებს. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ესეთი რამ თქვა გუშინ წინდელ ინტერვიუში, რომ პირველი უკრაინის დახმარება თანახმარი ამასთანავე თუ ახსენე, რომ გამოივაჭრებს მეთქი ამის სანაცვლო და როგორც ჩანს პირველი გამოვაჭრების ელემენტი გამოჩნდა, ეს არის ის გაყინული თანხები, რომელიც 18 მილიარდია. შემდეგ ალბათ უფრო პარიტეტულ ურთიერთობაზე წავა ევროკავშირის ბიუროკრატიასთან, ადმინისტრაციასთან და ასეთი რამ ახსენა, რომ ესე იგი ესე ერთმნიშვნელოვნად უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში მხარს არ დაუჭერს და რაღაც თითქოს ესე მომიჩვენა მე, რომ უნგრეთის ხალხმა უნდა გადაწყვიტოს შენი პოზიცია, რამის რეფერენდუმი ახსენე და როგორ ფიქრობთ, ეს უბრალოდ დისტანცირებას ახდენს უკრაინის თემიდან თუ ეს შიდა დღის წესრიგია და ასე უნდა გააგრძელოს? მე მგონია, რომ ასე კი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით უნგრეთს ექნება დაახლოებით იგივე პოზიცია, რაც ჩეხეთს დღეს. ახალ მთავრობას, იმიტომ რომ მოუხსნის დებლოკირებას, რაც მოთხოვს, ეგ კიდე საკითხავია, ეს უნგრეთის ბლოკირებით იყო ეს გაჩერებული თუ მაინც და მაინც თვითონ ეს დონორები, მთავარი დონორები არ იყვნენ აღტაცებული ამ იდეით, რომ 70 მილიარდი თუ 90 მილიარდი გადაუხადონ უკრაინას. მე ისეთი შთაბეჭდილი მაქვს, როცა ევროკავშირს უნდოდა რაღაც ვეტოების და გვერდისავლა, ხო ის ახერხებდა უნგრეთის ვეტოს გადალახვას სხვადასხვა ფორმებით, მაგრამ როცა საკითხი შეეხო 90 მილიარდის გადახდას, ისე მოხდა, რომ ყველა დააბრალა უნგრეთს, აი უნგრეთი ბლოკავდა. მე არ მგონია, რომ ეს იყო თავარი ერთადერთი მიზეზი. უნგრეთი ბუნებრივია აღარ შეუშლის ამას ფორმალურად ხელს და ბუნებრივია მოითხოვს თვითონ, ასე ვთქვათ, თავისი თანხების მიღება სანაცვლოდ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ უნგრეთი გახდება დონორი, როგორც თვითონ ამბობს ეს ახალი დახმარება გინდათ დაეხმარეთ, ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი, თვითონ არ მიიღებენ ამაში აქტიურად ფინანსურ მონაწილეობას. რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ხო, მე მგონი არც პოლონეთი არ დაუჭერს ამას აშკარად ხარს, იმიტომ რომ კონკურენტი ქვეყანა ხდება მაშინ უკრაინამისთვის, ეს ეხება როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარს და სხვა ფაქტორებია კიდევ ძალიან ბევრი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არ დაუჭერენ ამას ხარს, არც ჩეხეთი არ დაუჭერს. და ბევრი სხვა კიდე, იმიტომ რომ ასე თქვათ თავის უპირატესობას და რაღაც ექსკლუზიურ პოზიციას ამ შემთხვევაში რაღაც ევროპის ფორპოსტს, ევროკავშირის ფორპოსტს ამ შემთხვევაში კარგავენ. ასე რომ მე ასე მგონია, რომ შეიძლება ეს ვიშეგრადის იდეა გააქტიურდეს, იმიტომ რომ დაუშვათ პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, შეიძლება მომავალში სლოვაკეთიც, ხო, და ავსტრია. იმიტომ რაღაც პოლიტიკურ ცენტრზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, მაგრამ რამდენად ხელს შეუწყობს ეს ევროკავშირის გამტკიცებას, ეგ კიდე სხვა საკითხია, შეიძლება პირიქით შემოფერხებელი გახდეს ერთიანობის, იმიტომ ნებისმიერი პოლიტიკური ცენტრი იწვევს ცენტრიდანულ ტენდენციებს. და ამაზე უნდა მეთქვა და საუბარი თავად მივიდა ამ საკითხამდე. ვატიკანის როლი უნგრეთის
პოლიტიკაში. ამბობდნენ, რომ ირიბად დირექტივების სახითაც კი მიდიოდა ორბანამდე, რომ დაუშვათ ჯობდა, რომ ეს ასე გაკეთებულიყო, ან დაუშვათ განსხვავებით და რაღაც ამდაგვარი აზრი მუსირებდა და შესაძლოა, რომ მართლაც ასე ყოფილიყოს და ეს ხომ არ არის ზუსტად გამოწვეული იქიდან, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ აი ეს 4 აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოს გაერთიანება ავსტრიის ქუდის ქვეშ და ვიღებდით ავსტრო-უნგრეთის მოდერნიზირებულ ვარიანტს. იმპერიას. ხო, ესე იგი მე არ ამგონია, რომ ვატიკანს მაგხელა გავლენები კონდეს უნგრეთზე, იმიტომ რომ ესეთი რამე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მართალია ორბანის თავრობა, ასე ვთქვათ, მემარჯვენე მთავრობა იყო, მაგრამ უფრო ლიბერტარიანი იყო ვიდრე კონსერვატორი. ესე იგი უნგრეთში ეკლესია და ქრისტიანული თემები ხო გაცილებით ნაკლებ როლს თამაშობს ვიდრე იგივე პოლონეთში, სადაც ესე იგი ეკლესია ფაქტიურად არის პოლონეთში კათოლიკური ეკლესია გაცილებით უფრო გავლენიანია ვიდრე ჩვენთან მართლმადიდებლური ეკლესიას. ბევრმა არ იცის საქართველოში და ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენებია. ხას ზოგს არ მოსწონს დაუშვათ პოლონელებს, მოსწონს. უნგრეთში ესე არ არის. უნგრეთი გაცილებით უფრო სეკულარული ქვეყანაა, იმიტომ რომ ეკლესიამ ნაკლები როლი ითამაშა თვითონ უნგრეთის პოლიტიკაში. არასოდეს არ ასოცირდებოდა რაღაც ნაციონალურ იდენტობასთან და ასე შემდეგ. მე მგონია, რომ შეიძლება რაღაცა იდეები კონდეს კათოლიკურ ეკლესიას, მაგრამ იმდენად დაბეჭდებულ მდგომარეობაშია დღეს ზოგადად ეკლესია. მთლიანად მთელი ევროკავშირის ფაქტურად ტერიტორიაზე. არ მგონია, რომ მათ დიდი პოლიტიკური გავლენები კონდეთ. ჩვენ მე მგონია, ესე გადამეტებული წარმოდგენა გვაქვს ქრისტიანობის როლზე თანამედროვე ევროპაში. და ვატიკანზეც ალბათ. ვატიკანზეც თავისთავად. ვატიკანი ამიტომ არის, რომ ესე იგი ლათინური ამერიკით, აფრიკით და ეგეთი რეგიონებით უფრო დაინტერესებულია დღეს, იმიტომ რომ ძირითადი მრევლი კათოლიკური ეკლესიის იქ ცხოვრობს დღეს. ესე იგი ევროპელების კათოლიკეობა როგორც წესი ფაქტობრივად ფორმალური კონფესიური თემა არის, ისე როგორც სხვათა შორის საქართველოში ან რუსეთში იგივე ხო ფაქტობრივად კონფესიური უფრო ფორმალური თემაა. ანუ მრევლი, რეალური მრევლი არ არის, უბრალოდ აღიარების არ არის, ხო, არ არის, ხო, იმიტომ რომ მე მაგალითად რამოდენიმე წლის წინ რომ გადმოვედი გერმანიიდან, ხო, პოლონეთში. ჩემი გაქრობა რა იყო პირველი, რომ დავდივარ, ესე იგი, მესა არის თუ რაღაცა არის, ესე იგი, კვირადღეს მაგალითად, და ხედავ, რომ ეკლესიებში ახალგაზრდები არიან, იმიტომ რომ ვერც უნგრეთში, ვერც გერმანიაში, ვერც ავსტრიაში ასეთ რამეს უბრალოდ ვერ ნახავთ. ხო, იმიტომ რომ თუ ამბობენ დღეს, რომ მადიარის გამარჯვებაში, ხო, მაინც ახალგაზრდებმა მისცეს ხმა. ხო, ეს ახალგაზრდები არიან სრულად დამოუკიდებელი ამ სარწმუნოების თემიდან, კათოლიკური ეკლესიიდან. ეს არის ყველაზე ათეისტური ნაწილი ალბათ უნგრული საზოგადოების. ახალგაზრდობა. რას ფიქრობთ თქვენ ბატონო ლევან იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ესეთი რამ თქვენ ციტირებას ვერ მოვახდენ, თუ მოკლედ მადიარს დაურეკავს ვლადიმერ პუტინი, იგი ყურმილს აიღებს, ანუ კონტაქტზე გავა, თავად ინიციატივას არ გამოიჩენს და ამავდროულად ამბობს, რომ ევროკავშირმა უნდა მოხსნა სანქციები რუსეთის ფედერაციას, რადგან ევროპული ქვეყნები დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება საწვავისა და ბუნებრივი აირზე ფასების დის გამო. მაგრამ აქვე ესეთი დათქმა იყო კონფლიქტის დასრულების შემდეგ. აი ამას როგორ შეაფასებდით მის ამ განცხადებას? ხო, მე მგონი დასრულების შემდეგ. მე მგონი, ესე იგი, რა ქვია, თვითონ რუსებმა არ დაურეკეს, რა ქვია. იმიტომ რომ
საქმე რაშია ახლა რომ მე მგონი აქ უბრალოდ რაც ესეთი ეთიკური მომენტია, იმიტომ რომ რადგან ითვლება რომ ორბანს და პუტინს ჰქონდათ პირადი ურთიერთობა, ხო, ახლა რომ დაურეკოს და მიულოცოს, რა ქვია, მის ოპონენტს, ასე თქვა, ფორმალურად ოპონენტს. ხო, არ იქნება, ასე თქვა, თავაზიანი ნაბიჯი. ასე მგონი, ამიტომ რაღაცნაირად გადადება ხდება ამ თემის, ხო? იმიტომ რომ მე ვნახე პესკოვის განცხადება, ჩვენო არ მიულოცეთო, იმიტომ რომ არ არისო მეგობარი ქვეყანაა, ასე თქვა, რადგან ევროკავშირის წევრი, ალბათ სავარაუდოდ ორბანს მიულოცავდნენ, ხო? მაგრამ მიულოცავდნენ პირადად, ასე თქვა. ხო, უნგრეთი რასაკვირველია დაინტერესებული არის ამ ნავთობის მიღებაში და შემდგომში მის გადაყიდვაში, დაუშვათ ევროპის სხვა ქვეყნებს, მაგრამ ეს ინტერესი არის წმინდა ეკონომიკური და არა პოლიტიკური. ესე იგი, ეკონომიური ინტერესი კი იზომება ამ ციფრებში და ბოლო-ბოლო, ესე იგი, ერთ პინაზე იქნება ის ფულის დახმარება, რაც უნდა მიიღოს უნგრეთმა ევროკავშირი და რაც იყო გაყინული. მეორეზე იქნება ის დივიდენდები, რაც შეიძლება მიიღოს ამ ნავთობპროდუქტების ექსპორტით და შემდეგ. და ესეც არის სავაჭრო თემა. ესე იგი, თან პირველ პერიოდში ბუნებრივია, რომ მოერიდებიან ამ კეთრად პოზიციის გამოხატვას, დაიჭერენ ისეთ პოზიციას, რომ მერე შეიძლება მოვლენების განვითარების მიხედვით შეიძლება იქით გადაუხვიონ, შეიძლება იქით გადაუხვიონ. ფრთხილი განცხადებებია, ასე ვთქვათ, მე ესე ვიტყოდი, ფრთხილი მოზომილი განცხადებებია. ანუ შეხედავს მოვლენების განვითარების მიხედვით ალბათ. შეხედავს ნავთობის ფასს. შეხედავს იმას, რა სიტუაციაში იქნება ევროპული ეკონომიკა. ეს თუ მართლა გაგრძელდა ეს ჰორმუზის სრუტის, ესე იგი, ამერიკამ გააკეთა, ხო, ჯერ რუსული ნავთობის და გაზის გარეშე დატოვა ევროპა, ეხლა გადაუკეთა ფაქტიურად ისი, რა ქვია, სპარსეთის ყურიდან ნავთობის მიღება. ფაქტიურად ბლოკადაში მოაქცია, ენერგობლოკადაში მოაქცია ევროკავშირი. ხო, ჩინეთის გემები გადიან ამ ბლოკადაში, კიდევ ღებულობენ ნავთობს. ხო, რამდენხანს გასტანს ევროპა ასეთ სიტუაციაში? ყველაზე მოწყვლად და სუსტ სიტუაციაში აღმოჩნდა ევროკავშირი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ევროპელებმა ეს პრობლემა თავად შეიქმნეს. მაგრამ ეს ალბათ სხვა თემაა, სხვაობის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო ლევან? ჩემთვის პირადად გასაკვირი იყო აი იმ ფონზე, რა რეპუტაციული დარტყმაც მიიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თავად დონალდ ტრამპმა. ამის ფონზე JD Vance-ის ჩასვლა, მისი ესეთი საჯარო მხარდაჭერა, სპორტის სასახლეს შეიკრიბნენ სადღაც 5-6 მხარდამჭერი იყო და პლუს ამას დაამატა ის, რომ ტელეფონით ჩაერთო დონალდ ტრამპი. ან ვითომ ჩაერთო, რა მნიშვნელობა აქვს, ესე მოგვაწოდეს. ისეთი გამოსტილი პოლიტიკოსისთვის, როგორც ორბანი იყო. ეს ხო ნათელი იყო, რომ ეს მისი ანტიპიარი იყო. ანუ ამერიკელებმა ფაქტობრივად დათური ის გაუწიეს დახმარება. რატო წავიდა ამ ნაბიჯზე? თუ უბრალოდ გამოსავალი არ ქონდა. ეს ალბათ იყო გაცილებით ადრე დაგეგმილი ეს ყველაფერი. ესე გარდაუვალი იყო უბრალოდ. ჰორმუზის სრუტის ფიასკომდე იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი. აი, სხვანაირად რო განვითარებული იყო ირანში მოვლენები. სხვანაირად რო განვითარებული. მაშინ ხო წარმატება რო ქონოდა ამერიკულ სამხედრო მანქანას ირანში. იგივე რომ მომხდარიყო, დაუშვათ რაც მოხდა იმაში, რა ქვია, ვენესუელაში. მაშინ ვენცის ვიზიტი სრულიად სხვანაირად აღიქმებოდა. და სრულიად სხვანაირი იქნებოდა თვითონ უნგრელების რეაქცია ამაზე. მაშინ ისინი იქნებოდნენ ფაქტიურად ექსკლუზიური წარმომადგენელი და მთავარი პარტნიორი იმ ქვეყნის, რომელსაც შეუძლია ძალის ყველაზე დიდი პროექცია გააკეთოს რეგიონში. ხო და მას შემდეგ რაც ეს ფიასკო განიცადა ამერიკამ ირანში, დიდწილად ალბათ ჩინეთის გამო, ეს ამერიკის პოზიციები ძალიან შეირყა. არ არის უბრალოდ ძლიერი პარტნიორი. არ შეუძლია იმხელა ძალის პროექცირება ევროპაში
ესე იგი, გასაგებია, რომ უფრო ძლიერია დღევანდელი ამერიკა ვიდრე ევროკავშირი, მაგრამ საკუთარ მოედანზე ევროკავშირი შეუძლია მეტი ბერკეტები გამოიყენოს, მეტი რესურსები, იმიტომ რომ უნგრეთი არის ევროპის ნაწილი. ამერიკას არ შეუძლია ეს გამოჩნდა, არ შეუძლია იმხელა ძალის პროექცირება, რომ ეს გადაწონოს. და ეს მე მგონი რომ უნგრელებმა ის გაითვალისწინეს, მაგრამ არ ამგონია რომ ეს იყო მთავარი ფაქტორი, იმიტომ რომ მთავარი ფაქტორი მაინც იყო ახლა მე მაქვს რაღაც გარკვეული ურთიერთობა კოლეგებთან, უნგრელებთან და ვიცი რომ ორბანი იყო უკვე არაპოპულარული ამ თავის ხანძრული მმართველობის გამო, იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგიური მომენტია, 16 წელი არის საკმაოდ ბევრი დრო ევროპელი ამომრჩევლისთვის. და ნუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ერთმანეთს დაედო და შეიკრიბა ორბანის პოპულარობის დაცემა, ხანგრძლივი მმართველობის გამო, რაღაც ეკონომიური პრობლემების გამო, კონფრონტაცია ევროკავშირთან დაემატა ამას, ესე იგი, რომ გამოჩნდა რაღაც ენერგიული ლიდერი, ხარიზმატული ლიდერი და დაემატა ამას კიდევ ერთი ფაქტორი, ეს ისრაელის მხარდაჭერა, იმიტომ რომ რამდენადაც არ უნდა გადავდოთ ეს თემა, ხო, ფაქტობრივად ისრაელი არ არის პოპულარული ევროპელ ამომრჩეველში, ხო. ესე იგი, ნუ ჰოლოკოსტია, მაგრამ რა ქვიან, არ არის ეს. ჰოლოკოსტაც ჰქონდა თავის საფუძვლები, როგორც ჩანს. და გარკვეულწილად ეს დამალული, დაფარული ანტისემიტიზმი ევროპაში ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს. და ასეთი ღია მხარდაჭერა ისრაელის ორბანის მხრიდან, ხო, ფაქტიურად კონტრპროდუქტიული გამოდგა მისთვის. იმიტომ რომ ერთია ისრაელის მხარდაჭერა, რომლის უკან ძლიერი ამერიკა დგას და მეორე არის ისრაელის მხარდაჭერა, რომლის უკან სუსტი ამერიკა დგას, არასერიოზული პრეზიდენტით. სხვადასხვა თემებია. მე დღეს ერთ-ერთ რუსულ არხზე ვნახე, როგორ გამოვიდა პოლონეთის პარლამენტში ერთ-ერთი დეპუტატი და ფსევდო-ისრაელის დროშა გაშალა და დავითის ვარსკვლავის ნაცვლად იყო აი ეს ეგრეთ წოდებული სვასტიკა. და იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ არ ვენდე ხა გასაგებია რუსეთის პროპაგანდა ასე შემდეგ. და მე YouTube-ზეც ამოვარდა და კიდე სხვებმაც აჩვენეს. ეს რომელ პარლამენტში იყო? ეს თქვეს რომ ეს დეპუტატი რომელ პარლამენტზეა ლაპარაკი? პოლონეთის. პოლონეთის. ხო. ხო და ანუ ეს შეიძლება ფეიკი იყოს, მაგრამ ეხლა თქვენ კარგად ახსენეთ, პოლონელებს ძალიან კარგად ახსოვთ პოლონელ ამ 30-იან წლების მომენტები, 27 წელი და ასე შემდეგ და აი ეს დეკლარირებული დაგმობა ანტისემიტიზმის ხო შესაძლოა აი იმ მოვლენება, რაც ახლა ხდება იგივე ახლო აღმოსავლეთში, თავიდან უშუალოდ პალესტინის თავზე რაც ხდებოდა ეს ყველაფერი. გააღვივოს ეს ანტისემიტური მოძრაობა და მივიდეს იქამდე, რომ თუ დასავლეთ ევროპა ისე ჯამურად ტოლერანტია ამ ყველაფრის მიმართ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში პირიქით რაღაც კერები შეიკრას და ჩვენ ხო ამის მაგალითი გვახსოვს 30 მეორე მსოფლიო ომამდე. არის ამის საშუალება? მე ვერ ვიტყვი, რომ ესე იგი დასავლეთ ევროპა უფრო ტოლერანტულია ამ თვალს. ასეც არის? ნამდვილად ვერ ვიტყვი. და რასაკვირველია ისრაელის პოზიციების სუსტება ამ ომთან დაკავშირებით და პირველ რიგში ეს მათმა დააბრალონ თავის პრემიერ ნატანიაჰუს, რომელმაც ქვეყანა ჩართო გაუთავებელ ომებში და ისეთ ომებში, რომელშიც ისრაელი პრინციპში არის სუსტი მხარე და მთლიანად მათი
მოქმედება არის დამყარებული ამერიკის მოკავშირეობაზე. ეს არის ოკეანე, ისლამის ოკეანე, 90 მილიონიანი ირანი, 90 მილიონიანი თურქეთი, არაბული სამყარო, უზარმაზარი. ეს არის ძალიან სერიოზული ფაქტორი. და ეს მარტო ისრაელისთვის არ არის ცუდი, საქართველოსთვისაც ცუდია, იმიტომ რომ ისლამის გაძლიერება რეგიონში, ხო? როგორ შეცვლის? ჩვენ ვართ ამ ახლო აღმოსავლეთის და მცირე აზიის ნაწილი. ესე იგი, ჩვენგან, რა ქვია, დამასკომდე უფრო ახლოა, გაცილებით უფრო ახლოს არის, ვიდრე ევროკავშირის საზღვრებამდე. ჩვენ ეს ილუზია, რომ ჩვენ არა ვართ ამ აღმოსავლური სამყაროს ნაწილი, ეს ილუზია ჩვენ გაგვიჩინა საბჭოთა გამოცდილებამ, როდესაც საზღვრები იყო მკვეთრად ჩაკეტილი და ჩვენ არ ვიცოდით უბრალოდ რა ხდებოდა საქართველოს თბილისიდან სულ რამოდენიმე 100 კილომეტრში. იმდენად იყო ეს მკვეთრად ჩაკეტილი. ჩვენი სივრცე იყო დახურული აღმოსავლეთის მიერ. ეხლა ამ საზღვრების ჩვენ არ დაკვეთის უნარი არ აქვს. არა გვაქვს უნარი თავის დაცვის ამ ოკეანისგან, ხო? დღეს ისრაელით არის ეს ხალხი დაკავებული, ხვალ შეიძლება სხვა იდეები მოუვიდეთ თავში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ექსპანსიური ძალა. და ბუნებრივია, რომ ამერიკის დასუსტების კვალობაზე ეს კიდე სხვა პრობლემაა. სხვა პრობლემაა, რომელსაც ჩვენ შეიძლება მალე გადავეცადოთ. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უნგრეთის პრემიერის ორბანის დღის წესრიგში LGBT პროპაგანდასთან დააპირისპირებას და ემიგრაციის პროპაგანდასთან დააპირისპირებას და როგორ ატყობთ? შესაძლოა, რომ აქ დაუშვათ შერბილება მოხდეს პოლიტიკის, იმიტომ რომ გვახსოვს, რომ ორბანი ძალიან ხისტი იყო ამ ორ საკითხთან დაკავშირებით. ხო, ორბანი ხისტი იყო, მაგრამ მე რომ გითხოთ, ეს LGBT თემა არის უბრალოდ ესე იგი პოლიტიკურ ინსტრუმენტად და რიტორიკის თემად გადაიქცა. იმ თვალსაზრისით, რომ ესე იგი წმინდა ინსტრუმენტალიზაცია მოხდა ამ თემის, ესე იგი არის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ხმებს და ქულებს აგროვებენ ამ თემის ხარდაჭერით და არის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამასთან ბრძოლით აგროვებენ ესე იგი ქულებს, ხო? ორბანი იყო ძალა, რომელიც ცდილობდა ამასთან ბრძოლით დაეგროვებინა ქულები. და მაგრამ მეორე მხრივ ეს საკითხი იმდენად რეალურად, იმდენად საშიში და ფრთხილი არასოდეს საფრთხილო არ ყოფილა უნგრელებისთვის, იმიტომ რომ უნგრეთი თვითონ არის ძალიან ლიბერალური ქვეყანა ამ თვალსაზრისით. ყველანაირი თვალსაზრისით. ესე იგი, გაცილებით უფრო ნაკლებ კონსერვატულია, ვიდრე მეზობელი ავსტრია, მაგალითად, ან იგივე გერმანია, პოლონეთზე რა არაფერი არ აქვს. ალბათ ფაქტიურად, ასე ვთქვათ, მეორე ამსტერდამია. გაუცნაურია. არა სხვანაირად ჩანს, სხვანაირად ჩანდა. ჩანს, იმიტომ რომ ეს იყო უბრალოდ რიტორიკის თემა. და რაც შეეხება მიგრაციას, ეს უფრო სერიოზული თემაა, იმიტომ რომ პატარა ქვეყნისთვის ის შეიცავს ეგზისტენციალურ რისკებს. და მე ესე მგონია, რომ შეიძლება ამ პირველზე რაღაც დათმობებზე წავიდეს დღევანდელი მთავრობა და მეორეზე ნაკლებად. იმიტომ რომ საიმიგრაციო პოლიტიკა ალბათ უფრო თანმიმდევრული და უფრო მკაცრი იქნება მაინც და თუნდაც რიტორიკის დონეზე ალბათ ამ გენდერთან და ესე თემებთან დაკავშირებით, ხო, ალბათ შეიძლება რაღაც შეგვიძლია, იმიტომ რომ de facto ეს ყველაფერი უნგრეთში არსებობს. უნგრეთი არის გაცილებით უფრო ლიბერალური ქვეყანა, ამის თქმა მინდა, ამ თვალსაზრისით. რიტორიკის დონეზე ამას ასე ვთქვათ ებრძოდა ორბანი, რაღაცნაირად, ასე ვთქვათ, მაგრამ მაგის გამო არ ღებულობდა იმ ხმებს, რასაც ღებულობდა. უფრო პოპულარობა უკავშირდებოდა ამ სამიგრაციო კრიზისის, ესე იგი. 2012 წლიდან არის, ხო, მგონი ორბანი და თუ იგრე გამოდის. 2010 წლიდან, ხო? ხო, რომ გადავთვალოთ. 2011-დან იყო ეს. 2011-დან, ხო, ესე იგი
მისი მმართველობის პერიოდის უმეტესი ნაწილი მოდის ამ სირიის თემის შემდეგ, სირიელი მიგრანტების შემდეგ. დაიწყო ეს ნაკადი, ეს არის მგონი 2014 წელი, ხო? ეს არის 2011 წლიდან არის ხელისუფლებაში. და მან თავი წარმოაჩინა როგორც ქვეყნის დამცველმა, რომელმაც არ შეუშვა ეს ნაკადები საკუთარ ტერიტორიაზე და ეს ხალხი წავიდა გერმანიაში და გერმანიაში რაღაც პრობლემები შეიქმნა ამის შემდეგ, იმიტომ რომ იყო აბსოლუტურად უკონტროლო მიგრაცია და კაცშვილმა არ იცის ესე უსაბუთოდ შედიოდა ხალხი. ბევრი საერთოდ არასირიული წარმოშობის ადამიანი მოხვდა, ბევრი მოხვდა ოფილი პატიმრები და შემდეგ. უკანონო რაც ხდება, ყველაფერის რისკს შეიცავს და ორბანი ყოველთვის აპელირებდა აი ამით უნგრელებთან, ამით რომ ქვეყანა დაიცვა მას. LGBT-სგან ნაკლებად ვიდრე მიგრაციის თემისგან. კი, მახსოვს მე რომ ISIS როცა პიკში იყო, აი ეს YouTube-ზე დადებული ესე ღია სასუქდილო განაჩენების გამოტანა და ასე შემდეგ, მთელი ტერორი, რომელიც ფაქტობრივად მედიით შუქდებოდა და უცებ ევროპაში გამოჩნდა სახელმწიფო, რომელმაც ეს ყველაფერი დაბლოკა. ამას გულისხმობ, ხო, გერმანიის ფონზე. საკეთო საზღვრები ფაქტობრივად. ბატონო ლევან, ჩვენ ვიცით რომ ესე იგი საპარლამენტო სახელმწიფოში არსებობს პრემიერ-მინისტრის მობრუნების პრეცედენტები. და ყველაზე ერთ ნათელი მაგალითი იყო მსოფლიო მასშტაბით ბერლუსკონი. ხო, მესმის ასე. აი რა პოტენციალი აქვს არ ამგონია რომ ორბანი ბერლუსკონივით მოbrunდეს, იმიტომ რომ ბერლუსკონი იყო მაინც უფრო ასეთი თეატრალური პერსონაჟი, ასე უფრო ასეთი იტალიის სპეციფიკა მაინც სხვა რაღაცა, იქ ეს მობილობა, მთავრობების ცვლილება, დაბრუნება ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, ხო? ეს სალვინიც მაგალითად ხან იყო მთავრობაში, ხან წავიდა, ხან დაბრუნდა. იქ უფრო ხშირად ხდება ესეთი. უნგრეთში როგორც ჩანს, მაინც უფრო ხანგრძლივი ციკლების ქვეყანაა. ჩვენ არ ვიცით უბრალოდ რამდენ ხანს იქნება ეს ახალი პრემიერი, მაგრამ ძვლის დაბრუნება არ ამგონია, იმიტომ რომ ორბანიც არ არის ასე ვთქვათ, ტიპაჟი ბერლუსკონის ტიპაჟი. ბერლუსკონი სხვა პოლიტიკური ტემპერამენტის ადამიანი იყო, სხვა მოქნილობის და ამას ემატება ეს იტალიური სამხრეთული ტემპერამენტი, ასე ვთქვათ. აქ მე როგორც ხედავ, ახალ პრემიერ-მინისტრს არ გაუჭირდება მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა აგროვა პირველივე ჯერზე, ანუ 2/3 აქვს. როგორც დღეს ვნახე ნიუსებში. შესაბამისად, შესაძლოა, რომ ორბანმა უბრალოდ ოპოზიციონერის როლი ითამაშოს ამ მისმა პარტიამ, თუ უბრალოდ იგი საერთოდ გავა პოლიტიკიდან. და ეს მაინტერესებს რატო იცით? იმუნიტეტის მხრივ, იმიტომ რომ იყო ასეთი ხმები დადიოდა, რომ ევროკავშირი მოახდენს ინიცირებას მასზე სამართალდევნის და ამას შეუწყობსო ახალი ხელისუფლებაო და ამის საშიშროება არის? გამოჩნდება, მე არ ამგონია, იმიტომ რომ მე მათ ადგილზე ევროკავშირის ლიდერების ადგილზე ასეთ პრეცედენტს არ დავუშვებდი, იმიტომ რომ შეიძლება ცუდად მოვუბრუნდეთ. თავად. რაღაც ესე იგი რაღაც ნორმები არსებობს, ალბათ დაუწერელი, რომ პირველ პირებს ხელს არ ახლებენ. ხო, და მე მაინც გონია, რომ რასაკვირველია შეუძლია მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას, შემდეგ ეს ყველაფერი კაია, მაგრამ არის კიდევ რეალობა, რომელშიც უხდება ევროპას არსებობა. ეს რეალობა რას მოიცავს ახლა? რეალობა მოიცავს იმას, რომ ევროპა და უპირველესად გერმანია და საფრანგეთი ფაქტობრივად უიმედოდ ჩამორჩა ტექნოლოგიებისათვის ბრძოლაში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს,
ასევე ჩინეთს. აი ამ პირველობისათვის ბრძოლაში ხო უმეტოდ ჩამორჩა. ევროკავშირს არ აქვს ძლიერი სამხედრო კომპონენტი, ხო? არ აქვს ეს მასკულინური კონტინგენტი სამხედრო, რომელიც იბრძოლებს სამხედრო პოლიტიკას გაატარებს. ევროკავშირს არ აქვს წვდომა ენერგორესურსებზე. ეს ეგრეთ წოდებული მწვანე შემოbrunების თემა აღმოჩნდა აბსოლუტურად კორუფციული სუფთა ფეიკი, რომელიც დამთავრდა და რომ დღეს აღიარებს უკვე ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომ თურმე შეცდომა ყოფილა ატომური სადგურების დახურვა იგივე გერმანიაში, მაგრამ ვინ აგებს მაშინ პასუხს ამ უამრავ რა ქვია ამ ქარის კვილებზე, რომელიც დადგეს გერმანიაში, რომელიც გაჩერებულია და არ მუშაობს, რომელიც თავის დანახარჯებს ვერ იღებს. ალბათ ალბერტ გორი აგებს პასუხს. მწვანე დღის წესრიგზე. ალბერტ გორი ევროპელ ამომრჩეველს არ აინტერესებს და საქმე იმაში, რომ ამის წინაშე დადგებიან მათ. საიდანაც უნდა მიიღონ ენერგორესურსები, რაღაცნაირად უნდა იცხოვრონ იმ სიტუაციაში, რომ აღარ არიან ისინი ტექნოლოგიური ლიდერები, დიდი ხანია უკვე ჩამორჩნენ, მნიშვნელოვნად ეს ჩამორჩენა გაიზრდება კიდე ჩინეთთან, შტატებთან. და ბუნებრივია, რომ და დემოგრაფიული პრობლემები, დემოგრაფიული უკუსლო. აი ეს მოცემულობა, რომელსაც ვერანაირად ვერ ცვლის, ვერც ორბანის გამარჯვება, ვერც ორბანის დამარცხება. ეს არის ობიექტური რეალობა და ნებისმიერს, ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს, მოუხდება ამასთან შეხება. ეს მხოლოდ გაძლიერდება ეს ტენდენციები. გასაგებია. საქართველოსთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, იმიტომ რომ ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის წარმომადგენელმა მოახერხა და კითხა. და მან თქვა, რომ უბრალოდ გააგრძელებს ჩვეულებრივ დიპლომატიურ ურთიერთობას და რაც ყველაზე თავარი იყო, რაც მე ნიშნა, რომ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საკითხებში. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ფიქრობ, მოახერხებს დისტანცირებას თუ ევროკავშირის მეც ესე ფიქრობ, რომ რა ქვია, არ ჩაერევა და ასე თქვა, სასაცილოდ არ გაიხდის თავს, იმიტომ რომ ეს ბალტიის ქვეყნების ლიდერები, როდესაც ერევიან, ხო, უბრალოდ ნეგატიურ რეიტინგს აგროვებენ და სასაცილოდ იხდიან თავს, იმიტომ ჩვენ ხო ვიცით რა შესაძლებლობები აქვთ მათ. რო ჩაერიოს რა უნდა გააკეთოს, ხო. და ასე მე რასაც უყურებ, ხო, ახლა ასე თქვა ამ დროშა, ასე თქვა ოპოზიციური დროშა დღეს ევროპული ქვეყნებიდან აღმართა გერმანია, ხო, გერმანიის საელჩოა თბილისში ყველაზე აქტიური. მას შემდეგ რაც ეს USAID დაიხურა და გავიდა ოპოზიციური თემებიდან შტატები გავიდა, ხო? ესე იგი ეს მემკვიდრეობით გადაიბარა გერმანია, მე ესე ვხედავ. ალბათ თვლიან, რომ უფრო ძლიერები არიან სხვა ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირის და ალბათ თვლიან, რომ ისინი არიან მოვალეები იზრუნონ საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე. ხო, და სხვა ქვეყნები ახლა ნაკლებად ახლა მაქსიმუმ რაღაცა რეზოლუციას მისცენ ხმა. და აი რეზოლუციასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან არაერთი მუქ არა გაჟღერდა საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რომ ისინი მაქსიმალურად შეესწებიან, რომ შეზღუდონ უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და ჩვენ ვიცით, კარგად გვახსოვს, რომ ერთ-ერთი ვინც ამას ბლოკავდა, იყო უნგრეთის მხარე. შესაძლოა, რომ დავუშვათ რაღაც საწინააღმდეგო მოხდეს. მე არ ამგონია, რომ აქამდე ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას არ ზღუდავდა, იმიტომ რომ უნგრეთი ბლოკავდა ამას. როზდომებოდათ უნგრეთის ვეტოს გვერდს აუვლიდა. ამ შეზღუდით ეს არის ორი მხარე აქ ამას ყველაფერს. ისინი კარგავენ, ასე ვთქვათ, ზემოქმედების საშუალებასაც ქართველებზე, საქართველოს მოსახლეობაზე. პიარულად შეიძლება ამან ისინი უფრო დააზარალოს. იმიტომ რომ ბუნებრივია ამას ხელისუფლება გამოიყენებს. ხელისუფლება შეეცდება, რომ გამოიყენოს როგორც ნეგატიური და უსამართლო დამოკიდებულება ევროკავშირის მხრიდან,
ოპოზიცია შეეცდება აჩვენოს ეს როგორც ხელისუფლების მარცხი და შედეგი ხელისუფლების პოლიტიკის, მაგრამ ხალხი მაინც საბოლოო ჯამში გაბრაზდება იმაზე, ვინც დაკეტავს ამ უვიზო მიმოსვლას. შემთხვევაში და პიარულად დაზიანდება. კიდეც რომ ჩაკეტონ ეს უვიზო მიმოსვლა. საქართველოს აქვს სხვა გაცილებით უფრო დიდი გამოწვევები, რისკები, ვიდრე ასე იგი ევროკავშირი და მისგან მომდინარე გაფრთხილებები ასე. არის უზარმაზარი ორი ომი ფაქტობრივად ჩვენ საზღვრებთან, როგორ განვითარდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მე მოვლენები არავინ არ იცის, ვინ იქნება პაშინიანის შემდეგ, ვინ იქნება ალიევის შემდეგ და ისეთ თემები ამ რეგიონში თავმოყრილი, რომ ასე ყველაზე ნაკლებად ახლა მე ასე მგონია, რომ ასე იგი ევროკავშირიდან პრობლემების უნდა გვეშინოდეს, იმიტომ რომ ევროკავშირს არ შეუძლია ძალის პროექცირება ჩვენ რეგიონში, არ აქვს ეკონომიკური ბერკეტებიც რეალურად. და დღეს როგორ განვითარდება ჰორმუზის სრუტეში ვითარება, ესე იგი, იქნება თუ არა ეს სახმელეთო ოპერაცია, იქნება თუ არა მე მილიონობით დევნილი, საწავა ეს დევნილი. აი ეს არის რეალურად ჩვენთვის საფრთხეები, პირდაპირ საფრთხეები და არა დავხატ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. აბსოლუტურად გეთანხმებით. მაგრამ სამწუხაროდ ამას ოპოზიციურად დამუხტული ხალხი რაღაც სხვანაირად იყენებს და მე მგონი ეს დამუხტული ხალხიც უკვე ისე დამუხტული აღარ არის და ძალიან ბევრმა დაინახა და ძალიან ბევრს აეხილა თვალები, ძალიან ბევრს. მე ესე მგონია, იმიტომ რომ დასავლეთმა დაკარგა ეს მორალური პედესტალი და ესე იგი, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ დასავლეთი ეს არის უპირველესად რაღაც ღირებულებების სისტემა, მოდის ტრამპი, დასავლეთის ლიდერი, ქვეყნის ლიდერი და ამბობს, რომ რეალურად ეს არის ნავთობი, ოქრო, გავლენები, ფერადი ლითონები, სამხედრო დომინაცია, კრიპტოვალუტა. ეს არის რეალურად რეალპოლიტიკის ნაწილი. ესე იგი, ამერიკელებმა რატო თქვეს უარი ამ დაფინანსებაზე, დაუშვათ USAID-ის და soft power-ის, იმიტომ გამოჩნდა, რომ თვალსაჩინო თბილისში ამ მოვლენებითაც გამოჩნდა, რომ soft power-ი და ეს იდეოლოგია აღარ მუშაობს ის. ესე იგი, ძვირიჭდება ამ დაფინანსება, ეფექტურობა არის ნაკლები. და ჩათვალეს, რომ პირდაპირ სამხედრო პოლიტიკა და ღია პოლიტიკა იქნებოდა უფრო ეკონომიკურად მომგებიანი. ოდენაც არ გაამართლა, ჯერჯერობით ხედავთ, ხო? მაგრამ მაინც მე ესე მგონია, რომ ის ხალხიც, ვისაც დღევანდელი მთავრობა არ მოსწონს. და ბუნებრივია, რომ მათაც აქვთ, ესე იგი, დაგროვილი ნეგატივი, ამდენი უცნება დიდი ხანია ხელისუფლებაშია და ბუნებრივია, რომ ეს მოგრიჩების და ასეთი თემები აქაც გროვდება, მაგრამ ეს ხალხი ვერ ხედავს თავის მადიარს, ვერ ხედავს ადამიანს, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ იგივე რამეს თავაზობთ, ანუ უსაფრთხოებას, ჩაურევლობას, საქართველოს უპირველეს ყოვლისა. თუნდაც დალაგებას ამ ურთიერთობების, ასეთ ოპოზიციურ ლიდერს ისინი ვერ ხედავენ. იმიტომ რომ ისინი ხედავენ ლიდერებს, რომლებიც თვლიდნენ და ღიად ამბობდნენ, ჩვენ უნდა გადავეშვათ ამ მორებში, ამ სისხლის მორებში, იმიტომ რომ ეს არის ღირებულებებისთვის ომი. ირანის მოვლენებმა დაგვანახა სინამდვილეში რა ყოფილა მათ ღირებულება. თუმცა აბსოლუტურად გაიცვალა როლები, ესე იგი, რა ქვია, ირანი გადაიქცა პროქსი ქვეყნად ჩინეთისთვის, ისე როგორც უკრაინა იყო დასავლეთისთვის პროქსი ქვეყანა, ხოლო შტატები გადაიქცა რუსეთად და ისრაელი ბელორუსად. აი რაღაც ესეთი როქი გაფორმდა. ამ მთლიან შეცვალა ეს წარმოდგენა ღირებულებებზე. და ბოლოსკენ ბატონო ლევან. ახლა ჩვენ ბუნებრივია
ომს რო არ შევეხოთ, არ შეიძლება, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთი ვიცით რა ხდება და როგორ ხდება. უფრო სწორედ არ ვიცით რა მოხდება. ფერი ფაქტობრივად მოკიდებული არის როგორც ჩანს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირად გადაწყვეტილებაზე და მის უშუალო მხარდამჭერების რიცხვით, ანუ მე გულისხმობ როგორც თავდაცვის მინისტრს, ალბათ CIA-ს შეფს და ასე შემდეგ, არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ლოგიკას, მაგრამ ჩვენ ვიცით ასევე მეორე ომი, მეორე კონფლიქტი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ხდება და თქვენ როგორც უშუალოდ ახლა მომიჯნავე სახელმწიფოში ყოფს, რა ვითარებაა პოლონეთში, როგორ აღიქმება ეს ომი? პრობლემები დაემატა პოლონეთს, მოაკლდა პირიქით, სიმძიმის ცენტრი რო უკრაინაზე გადავიდა, მე რუსეთთან მიმართებაში გულისხმობ და მე ვიცი რომ თქვენ ძალიან ლამაზ კოხთა ქალაქში ბრძანდებით ჯეშუში, მეც ნაყოფი ვარ 94 წელს და ამ პატარა ქალაქს უდიდესი მნიშვნელობა მიეცა, იგი ფაქტობრივად ხაბი გახდა ყველანაირი დასავლური დახმარებისა და ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ჩვენი მაყურებლისთვის, აი რა ხდება უშუალოდ პოლონეთში, როგორი განწყობებია. განწყობები არის რაღაც ესეთი დაღლილობის განწყობები არის, რა თქმა უნდა, ომით ფაქტობრივად ყველა დაიღალა, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ ესე იგი მომიჯნავე ქვეყანა კი არის პოლონეთი, ხო, მაგრამ ძირითადად მისი ფუნქცია დადის ლოგისტიკაზე. და თავარი ესე იგი, რა ქვია, ფინანსური, მატერიალური მხარდაჭერა, რომ გადავხედოთ, ხო, მაინც არის ფაქტობრივად ლოკომოტივი ამ ომის, ხო, მხარდაჭერის გადაიქცა გერმანია, ისე როგორც იყო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ხო, ძირითადად. განწყობა რა, ეხლა რაღაცნაირად განწყობები მე მაინც ვთვლი, რომ ყველას ერთნაირი გვაქვს ამ ომთან დაკავშირებით, იქნებიან ეს დაიწყო მაშინ გერმანიაში ვიყავი, ხო, ეხლა აქ პოლონეთში ვარ, თვალს ვადარნებ საქართველოში როგორ არის განწყობა. თავიდან რასაკვირველია, ეს იყო შოკი ყველასათვის, ხო? შოკი იყო ჰუმანიტარული შოკი პირველ ყოვლისა, რომ იხოცება ხალხი, ხო? რა ხალხია ლაპარაკი, ვისთანაც ჩვენ ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდით და ბევრი რამ საერთო გვაკავშირებს. ესე იგი, ასეთი უბედურებები მანამდე სხვაგანაც ხდებოდა. რაღაცნაირად ეს იყო გატანილი გარეთ ჩვენი სივრციდან, ხო? ჩვენ ამას ისე ტრაგიკულად არ აღვიქვამდით ჩვენ რა ხდებოდა ბავშვები. აფრიკაში რა ხდებოდა, ლათინურ ამერიკაში და ასე. პირველი ეს იყო ასეთი შოკი. ამას მოყვა ტოვილების ნაკადი. მე ასე პოლონეთმა მიიღო ისევე როგორც გერმანიამ ეს ნაკადი და აღმოუჩინა ჰუმანიტარული დახმარება. მაგრამ როგორც ყოველთვის სტუმრიანობას ახასიათებს ხოლმე, ხო, ესე იგი სტუმარი დიდხანს დარჩება, ხო, მე უკვე იწყება დაღლილობის, რაღაც დისკომფორტის, რაღაც ესეთი შეგრძნება, იმიტომ რომ ლანდშაფტი შეიცვალა, ასე ვთქვათ, ეთნიკური ლანდშაფტი, რამოდენიმე მილიონი ტოვილია უკრაინიდან. ძირითადად განაწილდა გერმანიასა და პოლონეთში. მე ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ დღეს პოზიტიური პროგნოზი არათუ ომის დამთავრების, არამედ ომის გაგრძელების შემთხვევაში რეალურად არავის არ აქვს. იმიტომ რეალურად ჩიხში არის ყველა მხარე. ამ ომთან დაკავშირებით. იმიტომ რაც იყო პროგნოზი ყველა მხარე, ხო? რა ვიცი, კეთდებოდა არც ერთი არ გამარჯვება. რუსეთი თვლიდა, რომ ეს იყო სახელმწიფო უკრაინისგან დაკლეშენ გამოიშლებოდა, არ გამართდა.
ესე იგი, დასავლეთი თვლიდა, რომ საკმარისი იყო ეს ომი, ცოტა გაჯანჯლებული იყო, რომ რუსეთის ეკონომიკა დაიშლებოდა, ესეც არ გამართლდა. უკრაინელები თვლიდნენ, რომ დასავლეთის დახმარება საკმარისი იქნებოდა რაღაცნაირად ამის შეჩერების, ეგეც არ გამართლდა. და ამიტომ ფაქტურად ყველა მხარე არის ჯიხში შესული, უკრაინა ნადგურდება, რუსეთი სუსტდება, ევროპა ხარიბდება. ეს არის სამი ძირითადი ნიშანი ამ ომის. და ომის ძირში იწყება მეორე ომი, რომელიც საერთოდ არაპროგნოზირებელია იქ რა მოხდება. ჩვენ შევედით ამ ომების პერიოდში და ეს რამდენს გაგრძელდება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. მგონი არავინ არ იცის ეს. მათ შორის არც ამერიკის პრეზიდენტმა, რომელიც არტოვებს სერიოზული ადამიანის დაბეჭდილებას. მე რომ მეუბნებოდნენ ამერიკელი კოლეგები, რომ არ არის ტრამპი ჯანმრთელი ადამიანი, ხო? ჩვენ ყოველთვის ამას თვლიდით, რომ ეს იყო რაღაცა თეატრალობა, ასე ვთქვათ, ექსცენტრულობა, რომ გათვლილი აქციები, გათვლილი ყველაფერი მანერები და იქნება, რომ არ გაუქმდა ეს ყველაფერი გათვლილი და მართლა ასეთია, როგორიცაც მგონა რომ თამაშობდა. სამწუხაროდ ასე აღმოჩნდა ჩემს გასაკვირადაც. სინამდვილე ჩვენ რო გვეგონა რომ ეს იყო ამერიკელი ჟირინოვსკი და თამაშობდა მოგნებათ ხო? ჟირინოვსკი ნამდვილად თამაშობდა ვიცით. გამოირკვა რომ არ არის ეს მართლა ასე ფიქრობს და მართლა ასე იქცევა. და ერთადერთი რაც დაგვრჩენია ახლა არის ლოდინი. ლოდინი რომ რაღაცნაირად ასე თქვა დედაბუნება თვითონ გაიყვანს ფონს ამ ვითარებას ადამიანების ჩაურევლობის ან ჩარევის მიუხედავად სწორედ რეალურად ამაზეა დღეს ახლა მოლოდინის თემა არის იმიტომ რომ ეს ორმოზის სრუტის ჩაკეტვა და ნავთობზე ფასების გაზრდა ხო გაცილებით უფრო დამანგრეველი იქნება ევროპისთვის ვიდრე უკრაინის ომი ეს დღეს უკვე ჩანს ეს თუ დიდხანს გაგრძელდა თლიანად ყველანაირი სახსრების გარეშე შეიძლება დარჩენ ენერგომომარაგების გარეშე და პირველი დაზარალდება ალბათ ევროპა პირველი დაზარალდება ევროპა დაზარალდება ალბათ გერმანია იმიტომ რომ კლები დასჭირდება ბირთვული ენერგეტიკის აღორძინებას და სხვა ენერგეტიკა არ არსებობს როგორც იყო აბსოლუტურად გეთანხმებით. ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. და მოხარული ვარ, რომ ერთმანეთი გავიცანით და ეს ჩართვა შედგა და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც თქვენი გრაფიკიდან გამომდინარე, თუ დრო გექნებათ, მე მოხარული ვიქნები, რომ თქვენთან ერთად კიდევ არაერთი საინტერესო პოდკასტი ჩავწერო. დიდი მადლობა და გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით. გაგრძელდებოდა.